გარაჟების ხინკალი. ხინკალიც მოემართება. ახლა უფრო იმედიანად ვარ. აბა პირველ კვეჩაზე გავიგებთ ყველაფერს. ძი აქ შერეული. ხოლმე გამოგივათ ქართლის ფილე გადააფრეთ ბეტონში და ეგ არის რა. ესე ჩვენი სალობიე, ჩაუვარეთ სალობიე, შევდივართ ხედაში მეგობრებო. მეგობრ, ზეინაბის სახინკლე სადა? ზეინაბის არ ქვია, მაგრამ მაგითაც სახინკლე. პირველია და მეორე. მადლობა. მოკლედ მეგობრებო, მოვედით ხედაში. მოვაგენით აგლიაშვილები წერია და გარაჟები. ჩვენ ახლა ვინდა ანგელინა გარაჟების სახინკლე თუ გამარჯობათ ზეინაბის სახინკლე რომელს უძახია იმა ვიცი რო აღარ ქვია ეხლა არის მერიცა თენგიზასი ესე ეტილი მადლობა გამარჯობათ ხინკალი გვაქვს ძალიან კარგი შევიდე აჰა ესე იგი ჩანს ყველაფერი სადრე როგორ გექნება გამარჯობათ ცოტა ნაფილში დავждეთ ახლა ჩვენ გამარჯობათ აი კი შეიძლება გვაქვს ხო ყველაფერი ეტილი ხედი გვაქვს ეს ისინი გზა მოჩანს რასა მოჩანს ჩვენი საკუთრებულად მე ხინკალი მაინტერესებს და ქაბობს მაინც დაგიგემოვნებ დამატებით ბონუსად მოკლედ ეს გავაკეთოთ და გავაკეთოთ სალათაც მაშინ წადი არ გაინტერესებს წადი არ წაინეგრისწაც წადებისთვის ქალაქები მაქვს შერჩეული სადაც უნდა დავაგემოვნო ასე რომ მოდი ასე გავაკეთოთ 10 ხინკალი 1 ქაბაბი ხინკალი და 10 ხინკალი და 1 ქაბაბი იგენა სწორი ახლა კიდევ სხვაგან წასასვლელები ასე რომ ლუდი არ დაგვაუწყდეს ყველა ვარიანტი ლუდი რომელი გვაქვს ყაზბეგი და ბავარია ყაზბეგი და ბავარია მოდი ყაზბეგი იყოს ჩამოსასხმელი გარაჟების ხინკალი ესე ჩვენი სალათა დავიწყო დავგემოვნოთ ნათალია სეზონია მაგრამ სეზონზედაც ხანდახან არჩევა პიეტრი პომიდორის ჭირს ხოლმე მოგეხსენებათ ასე იზა გაუცილებლად გასასინჯი ზამბოლე დროს ხარიზი ზაგები ხდება ძმარს და ზეც როგორ ჩანს არასხავენ არავინ well boundaries იქცევს როგორც საწებლების მოყვარული დავაგემოვნებთ სალკენ საწებელს კი ბატონო ტომატ პასტის საწებელია მოტყობო გემო დაკრავს საშუალოდ ვფიქრობ 15-20 წუთი უნდა დაჭირდეს ფინკლის მომზადებას არავინ არ არის ახლა ჩემს გარდა ობიექტზე ასე რომ მაკედან გამომდინარე შეიძლება დრო უფრო მეტი დაჭირდეს ოდესაც უკვე კლიენტები არიან წყალიც ადუღებულია და შესაბამისად უფრო მალე მზადდება ხოლმე ცოტა სიცხარე მივცეთ და გავაცხაროთ. ხინკალიც მოემართება. ანუ მოიგეს კომენტარებში. და სწორიც არის ხინკალი რომ მოვიდა პირველი. მადლობა დიდი. ასე გამოიყურება ჩვენი ხინკალი ზონებში. ეთყობა რომ დიდია. ოჰოჰო რა როგორ დოლათი პარაკიანად გადმოდის.
კი ბატონო, პირველი შეხედვით რასაც ხედავთ, ზომაშია დიდი ხინკალი და ცომი შედარებით ცოტა სქელია, აი კაბაბიც გამოჩნდა. დიდი მადლობა. ასე გამოიყურება ჩვენი კაბაბი. ეს არის ერთი პორცია კაბაბისთვის მისაღები. რაოდენობა. დავიწყეთ ხინკალით. ცხელია. ძალიან ცხელია. ზომა მისაღებია. მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ ესილეთი. ჩავბეროთ ამასობაში ცივლება. 3 უნდა გადაიღოთ, ოღონდ დამიჯერეთ. ტარებ. სუნი მართლა კარგი აქვს. კერძის სუნი აქვს, რაღაცა ცალკეული კერძის თითქოს რა. მადლობა, ლუდიც მოგვივიდა. ახლა უფრო იმედიანად ვარ. მაშას. ნახოთ. შეგინი გვაქვს ასეთი ვითარება თუ ჩანს მაქედან, უარა მოვაახლოვებ მე. ხედავ წვანილებს. წვენს. ნამდვილად გემრიელი ხინკალია. ვერ იტყვი რომ ძალიან სქელია ცომი. ასეთ ხინკალს უხდება. ნამდვილად გემრიელი. სახასიათო გემო აქვს თავისი. უიმარჯოს. ყველაზე გემრიელი ლუდი იყო ეხლა და ხინკალს ბრავო. გავაგზელეთ. კი ბატონო, წვენი არის. რა დღეებში არის ხოლმე უფრო ხალხი? შაბათ-კვირა ალბათ, ხო, უფრო პარასკევი. ამ სიცხეში ცოტა ის არის, მაგრამ პახმელიაზე ყველა დღეს ხარ ადამიანი. კარგია. ეს იყო საუსი ახლა. რა დროს უფრო გესიამოვნებოდა ის ხელიაზე თუ აი საკეიფო პროდუქტი. ორივე. საფახმელო ხინკალი უფრო არის, ვიდრე ისე უბრალოდ მიხვიდე ჭამა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ახლა პახმელიაზე არ ვარ, მაგრამ ძალიან მისიამოვნებდა. გადავედით კაბაბზე. წესით კაბაბიც კარგი უნდა იყოს, ხორცი იმაში ხინკალში მომიწონა. ვნახოთ კაბაბი. ცოტა შეგვიგრილდა კაბაბი, მაგრამ რა უშავს. კაბაჩები გადაკმაზული. მოიცადე. მარტოთ ისიც. კვილარი. უკვე სხვა თემა. აბა პირველ კვეჩაზე გავიგებთ ყველაფერს. ნახოთ. მშრალია ძალიან. წვენის ნაირსახი არ ჩანს. აი соуს. აი ხასოუსის გარეშე ვნახოთ აბა. გემოები ნორმალური აქვს.
კარგი შეიძლება ითქვას, უბრალოდ ძალიან მშრალია. ამიტომ დავასველებთ ჩემი გადაკმაძული соусით. პომიდორით ასე. ცოტა ხისტია, ხორცი ცოტა თულად იღეჭება. შევჯერდეთ ხინკალზე ამ ობიექტში. ანგარიშ თუ შეიძლება. მოგლეთ. ხინკალს ჩემი რეკომენდაცია. დევნილი ხინკალია, თავისებური. ახმელი აზიდაც, ჩემი აზრით ხინკალი იქნება ის რაც უნდა დააგემოვნოთ აქ თუ მოხვალთ. ნახოთ ანგარიშსაც დავილოდოთ. 43 ლარი კეთილი. აგინაცოლი აქედან. 43 ლარი ორი ადამიანი მოხვალ. ემრიელად მიირთმევ. ვინერ ფასი. ნუ არ დაგიდევ მეტი ხინკალს აიღებ მაგალითად ჩემი განა. ხო. ახლა ლუდი თუ გიყვარს ძალიან უკვე სადაც არ უნდა მიხვიდე ბოდიში. სადაც არ უნდა შეხვიდე ლუდი თუ გიყვარს ბოდიში. შემოვედით მეგობრებო, თავად შემოსასვლელთან გავაჩერეთ მანქანა და ეხლა შევუყვებით ჩიგნი და უნდა განახებთ სად არის ჩვენი შემდეგი ობიექტი. ეს ჩვენი ობიექტი, მოდი შევიდეთ, სად არის, როგორ არის, გამარჯობათ. ჩვენ გარეთაც გვაქვს დასაჯდომი? აჰა, ჩავალ, დავიკავებ ადგილს და შევუკვეთ, ხო? კეთილი, მადლობა. ესე ჩვენი შიდა სივრცე, გამარჯობათ. ჩავალ ქვემოთ, დავიკავებ ადგილს. აჰა, რაც ქვემოთ ჩამოდიხარ, უფრო და უფრო გრილა. გამარჯობათ. კარგი გრილი ადგილი სად გვაქვს? თუ გარეთ? აი, სადე აქეთ. კეთილი, გარი დავждებით რა. განათებაც მინდა. ხო, აი ვენტილატორი იდეალური. ეს ახლა ადგილი გამოჩნდა შიგნი. ჩვენიერ გარემოა, გარეთაც იხარ, მუსიკაც არის, ეხლა ვენტილატორსაც ჩაგვირთავენ, დავიკავოთ ადგილი. რა გვაქვს მენიუში გამორჩეული? ესე იგი, სალათები, ცივი კერძები, ბოსტნეულის კერძები, ხორცის ცხელი კერძები, გარნირი, соусები. ფასები მოიცავს ყველანაირ გადასახადს არ ემატება მომსახურების პროცენტი. რაც ძალიან სასიამოვნოა. წესით ასე უნდა იყოს ყველგან. ესე იგი, ერთი პიცა ქართენი მოგვიტანე, ერთი რულეტი გავაკეთოთ. დესერტად მინდა ვაფლი ნაყინით და შოკოლადის კრემით. სულ ეს არის პიცა გარდიოლა როლეტი და პროცაულის გარდიოლა პროდუქტი მისამართლა. ეგენაც. შეგვეთა გაკეთებული გვაქვს. დავილოდოთ. ავისხათ აბა ჩვენი პროცეულის გარდენია. ოპა. აუ არომატი ნამდვილად ცინცხალი აქვს. ართლას აუცხოო გემოაქვს. ძი აქვს შერეული. გემრიელია უდაოდ. რეკომენდაციას გავუწევდი. ო, პიცაც გამოჩნდა მეგობრებო. ეს საერთოდ. ო, მადლობა. ეს ბუზი მე მგონი იქიდან გამოყვა. ასე გამოიყურება პიცა. სხვათა შორის ის ინგრედიენტები რაც აქვს ძალიან მომწონს და იმედია რომ კარგი იქნება. მოდი ნახოთ დავაგემოვნოთ. ო აბა. ოპა.
ქვემოთ მე მგონი ოდნავ კიდე არ აწყენდა. დავიწყეთ. მე განსაკუთრებული გემო ვერ ვიძებ. ცოტა მარილი საკლია მე მგონი. თან სოკო, როდესაც არის მარილი უნდა კონდეს ლომად. ნუ სოკოს გემო გაიგო. ბეკონი მოკვეჭის დროს არ გამიძალიან და რა ზადებითაც ასახავს მის მომზადებას. გემრიელი პიცა არ არის, გემრიელი უბრალოდ ეს მარილი ცოტა უნდა რა. ყველს უნდა კონდეს ცოტა. როდესაც მხოლოდ მოცარელას იყენებ, მაგ შემთხვევაში არის ხოლმე რომ მარილი აკლია. ერთადერთი ადგილი, რომელიც გემრიელი არის, მხოლოდ ის, სადაც ბეკონი არის. სულ ოდნავ ალბათ სამს ქვემოდან უფრო მეტად დავბრაწავთ. ბეკონის ადგილები არის ძალიან გემრიელი. სოკო პიცაზე მიყვარს ძალიან. საბოლოო ჯამში მაინც დადებითი შეფასება პიცას. რაღაც საინტერესო ჭიქაა. გაიხარე გენერცვალე, მადლობა. მადლობა. ეს ჩვენი ქათმის როლი ბეკონში. ეს ბეკონზე ვმუშაობ რა. რამ соуსი მოუხდებოდა ზემოდან მე ასე ვფიქრობ. მოდი ვნახოთ მეგობრებო. აბა დავაგემოვნოთ. შენი ყველი ვიგრძენისავით. კი აი соуსი რამე აუცილებლად მოუხდებოდა, იმიტომ რომ ცოტა აი მშრალია რა ქათმის სტილია. მოკლედ სანატორიუმში მგონია თავი მარილი არა გარაფერი. აი ამაში უფრო ჩანს, აბა სულგონი თუ ყველი და ვნახო. არ ვიცი, ძალიან მშრალიც არის, მოკლედ აი соуსი უნდა აუცილებლად რა, როდესაც ასეთ ფერს ამზადებ ჩემი აზრით. აი სახშიდაც რომ ცადოთ, ჩვეულებრივად გამოგივათ, ქათმის ფილე გადაახვიეთ ბეკონში და ეგ არის რა. ესეთიც მოდის. ამას გაგატან. მადლობა. ასე გამოიყურება ჩვენი დესერტი მეგობრებო. ცოტა უფრო მეტი შეიძლებოდა. ვაფლის ნაჩქარებად არის ამაღე ესეთი კომბინაცია, ეს გემური არ უნდა იყოს. ჩვენიერი გემოები აქვს, უბრალოდ ნაყენი ფიქრობ არ მეყოფა. აუ. ვიმაც წამოვიდა ამასობაში. რა დრო დაჭირდა მოტანას გეუყურებ ჩემ უკან. შეიცვალა უკვე მაგიდებზე პიროვნებები. შევაჯამოთ ჩვენი ცხეთაში გაჩერება. ხინკალი იყო ნამდვილად გემრიელი. კაბაბი შალე იყო, არ გაუწევდი რეკომენდაციას. ნუ სალათა ჩვეულებრივი. ჩვენი პიცა ასე თუ ისე გემრიელი იყო, ცოტა მარილი დამაგდა, მაგრამ არ აუშავს. დავიწუნებდი. ნამდვილად დავიწუნე. ქათამი ბეკონში არ მომეწონა. შალი იყო და ფაციც საკმაოდ ძვირიღირდა. დესერტი კი ბატონო მობრძანდით. აქ შეიძლება მობრძანდეთ თქვენს მეორე ნახევართან ერთად, ოჯახთან ერთად და მიირთვათ პიცა, დააგემოვნოთ დესერტი, დააყოლოთ ლიმონადი. გარემოც მშვენიერია.
ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, subscribe არ დაგავიწყდეთ, მოშეხვედრით. მომავალ ქალაქ. თარიღზე მოგვივიდა 97 ლარი. რულეტი არ მომეწონა უნდა გითხრათ, ძალიან გამომშრალი იყო. მარც მარილი ქონდა, არაფერი თუ გამოვასწრებთ, უკეთესი იქნება. პიცა კარგი იყო, ცოტა მარილი აქვს. ჩემი გადმოსახედიდან, თუმცა საერთო ჯამში მისაღები იყო, გემრიელი იყო.